დღეს სოფელ მთისპირისა და ასკანის მოსახლეობას გურიის მხარის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე მოინახულეს გარემონტებული ამბულატორია და სოფელ ასკანაში წყლის სისტემის მოსაწყობად მიმდინარე სამუშაო პროცესი. რაც შეეხება სოფელ ასკანას, აქ წყლის სისტემის რეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ასკანელებს შეეძლებათ, რომ გაფილტრული სისტემის სასმელი წყალი მიიღონ. ასევე დააყენა და ჰქონდათ იყო წყლის სისტემების რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარეობს 1.200.000 ლარი. პირველად ჩაიდო ყველაზე უპრეცედენტო თანხა მუნიციპალიტეტის დონეზე და რამოდენიმე სოფელში იქნება სულ ახალი სისტემა თანამედროვე სისტემით, გაწმენდითი და გაფილტვის სისტემებით, რომელიც მოხსნის პრობლემას დაახლოებით 4 სოფლის. ძირითადად ეს არის მთისპირი და ასკანა, ამავდროულად ზიანი და მშვიდობაური ნაწილობრივ. აქედან გამომდინარე, პირველი რაც ყველაზე მთავარია, ეწყობა უნიკალური საკლორატორო, რომელიც საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ რამოდენიმე არსებობს და ერთ-ერთი იქნება ჩვენთან გურიაში ამ რეგიონში. დღესვე გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად სოფელ ნატანებში გზის აღდგენითი სამუშაოები მოინახულა. 1 კილომეტრიანი ბეტონის გზა ადგილობრივებს ციტრუსის რეალიზაციისა და გატანის საკითხს გაუადვილებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.